საღამოშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში On the Record, რომელიც IOC4 News-ის სიღრმისეული ინტერვიუს შოუა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, რომ სურს ირანთან კონფლიქტის დაძაბულობის შემცირება იმ იმედით, რომ მიაღწევს შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეს კვლავ გახსნის. მაგრამ რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისთვის ირანთან მიმდინარე კონფლიქტი სულაც არ არის მშვიდი ან დაბალი ინტენსივობის. თუ 40 დღიანი ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეხლა ჩანს, რომ ირანისა და მისი პროქსების ყურადღება მიმართულია საუდის არაბეთისკენ. უკვე რამდენიმე თვეა სამეფო უმკლავდება ჰუთების მუდმივ თავდასხმებს საკუთარ ტერიტორიაზე, იემენში განლაგებულ ძალებზე და წითელ ზღვაში მის ნავთობის ტანკერებზე. ირანის მხარდაჭერილი მილიციები ერაყში თავს ესხმიან საუდის ენერგეტიკულ ობიექტებს, ხოლო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მუდმივი ჩაკეტვა ზღუდავს სამეფოს ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას. და მაინც ერიადი აგრძელებს ღია დიალოგს თეირანთან და მიიჩნევა, რომ ამ კონტაქტებმა დიდწილად შეუწყო ხელი 40 დღიანი ომის დასრულებას. ამავე დროს ამ უწყვეტი თავდასხმების ფონზე საუდის არაბეთმა შაბათ-კვირას თურქეთთან და პაკისტანთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ერთობლივი თავდაცვითი ალიანსის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც არის გაერთიანებული შეკავებისა და უსაფრთხოების გაძლიერება. მაგრამ საუდის არაბეთს უკვე აქვს სტრატეგიული უსაფრთხოების ალიანსი პაკისტანთან გასული წლიდან. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი ირანს და მის პროქსებს სამეფოს წინააღმდეგ მოქმედებაში. ასე რომ იქნება თუ არა ეს ახალი ალიანსი ის, რაც შეცვლის საუდის არაბეთის პოზიციას რეგიონში. და რა ნაბიჯებს დგამს ერიადი ირანის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, იმავდროულად რომ შეინარჩუნოს დიალოგი ირანის რეჟიმთან. მოდით ყველაფერს დეტალურად განვიხილოთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს გადაცემაში კვლავ გვყავს აბდულაზიზ ალ-ხამისი. აბდულაზიზ ალ-ხამისი არის ცნობილი საუდელი ჟურნალისტი. ის არაერთხელ ყოფილა ისრაელში, მათ შორის გამოსვლით ქნესეთში, სადაც მან ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა. აბდულაზიზ ალ-ხამისი, კიდევ ერთხელ მადლობა, რომ შემოგვიერთდით გადაცემაში On the Record. არაფრის ყოველთვის სიამოვნებით. როგორც ჩემს შესავალში ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ამჟამად პირდაპირ არ ესხმის საუდის არაბეთს, ჩანს, რომ თეირანი და მისი პროქსი ძალისი პროქსი თავდასხმებს უფრო მეტად საუდის არაბეთისკენ მიმართავენ, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაზე. რატომ ხდება ასე? ეს გარკვეული ზეწოლა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. რათა გამოიყენონ თავიანთი ძალა ან გავლენა ვაშინგტონზე, რათა ზეწოლა მოახდინონ ამერიკასა და ტრამპზე, რომ ირანს არ დაარტყან. და ვფიქრობ, რომ ისინი ამაში წარმატებას აღწევენ. ირანელები წარმატებას აღწევენ მაშინ, როცა ტრამპმა შეაჩერა თავისი ოპერაცია, დიდი ოპერაცია, რომელიც მან დააპირა. და მათ აღნიშნეს, რომ საუდის არაბეთი და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნები მათ სთხოვეს მას შეეჩერებინა ოპერაცია მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ, ირანელებმა ზუსტად იციან, როგორ მოიქცნენ საუდის არაბეთთან, რეგიონში სხვა ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან. და მაინც ისინი ბევრ ქულას აგროვებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ. მაგრამ ისინი სხვა არც ერთ ქვეყანას არ ესხმიან თავს. აბდულაზიზ, ისინი მხოლოდ საუდის არაბეთზე არიან კონცენტრირებულნი. რატო გამოყვეს მხოლოდ საუდის არაბეთი? ეს ბევრ ამას უკავშირდება. ჰუთები, მათ აქვთ პრობლემა საუდის არაბეთთან, რადგან მათ სურთ ბევრი სარგებელი მიიღონ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუდის არაბეთი ხსნის ავიამიმოსვლასა და აეროპორტის ბლოკადას. და ისინი აძლევენ ჰუთებს საშუალებას, რომ სანას აეროპორტი ჩვეულებრივ გამოიყენო. და მათ სთხოვეს საუდის ძალებს, რომ დატოვონ იემენი და მათ სადეს ესარგებლად საუდის პოზიციის სისუსტით იემენში და იმ პრობლემებით, რაც არსებობს საუდელებსა და სამხრეთ იემენის სხვა ძალებს შორის. და სწორედ ამიტომ მათ ზუსტად იციან, რომ ეხლა სწორია დრო საუდელებზე ზეწოლისთვის. მაგრამ ამ დრომდე საუდელები ჰუთებს იმას არ აძლევენ, რაც მათ სურთ. აი რატომ დაიწყეს ჰუთებმა შეტევა სამხრეთში? ეს მხოლოდ ირანთან არ არის დაკავშირებული. ირანმა კარგი გამოიყენა ისინი და ისარგებლა ჰუთების პოზიციებით, მაგრამ ამას ბევრი ინდიკატორი ახლავს. ჰუთები ისინი იყენებენ დროს, ომს და კრიზისს,
რათა ისარგებლონ საუდელებისა და სხვების რეგიონული სისუსტით. და ირანელებმა ჰუთები გამოიყენეს. და ეს ბევრ ასპექტშია. მოძდევს სხვა საკითხები, როგორიცაა წითელი ზღვა და როგორც ცდილობენ ჰუთები ირანელებს დაეხმარონ მათ თამაში. ფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეერთებულმა შტატებმა დაუშვა, იყო ის, რომ ომის დასაწყისში ყურადღება არ გაამახვილა ჰორმუზის სრუტეზე და ჰორმუზის სრუტე ირანის ხელში დატოვა, როგორც ბარათი და როგორც ძლიერი ბარათი. და დღემდე სპარსეთის ურის ქვეყნები ამ საკითხს უცნაურად უყურებენ. იმიტომ რომ ვიცით ამერიკული ძალა და ვიცით ირანული ძალები ისინი ირენებენ იმას, რასაც თქვენ ვწოდებთ, ეს არ არის ძლიერი სამხედრო აქტივობები ჰორმუზის სრუტეში. და ამიტომაც ისინი ფიქრობენ, რომ ბევრი რამ არის, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს, ბევრი კითხვა არსებობს. ეხლა როგორც თქვენ აღწერეთ და მე ასევე ავხსენი შესავალში, საუდელები ყველა მხრიდან დარტყმას იღებენ და რიადის პასუხი ძალიან უცნაური იყო, რბილად რომ ვთქვათ. ანუ ერთი მხრივ ის აგრძელებს დიალოგს თეირანთან, ინარჩუნებს ღია კომუნიკაციას. მთელი ომის განმავლობაში, მაშინაც კი როცა ირანის რევოლუციური გვარდია აქტიურად ესხმოდა საუდის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რიადი კი საჯაროდ ცდილობდა ირანთან ომის დასრულებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ სულ მცირე ანგარიშების მიხედვით, რადგან საუდის არაბეთმა ეს ოფიციალურად არ დაადასტურა, რომ მან ირანს შეუტია 40 დღიანი ომის დროს, სულ მცირე ერთხელ. და ხურულკარს მიღმა აცხადებს, რომ სურს ირანში ისლამური რეჟიმის მოცილება. მაშ, რა არის რიადის სტრატეგია ირანის მიმართ? არავინ იცის, რა სტრატეგია აქვს რიადს. არავინ იცის, რა სურს რიადის ხელმძღვანელობას. ყველა სვამს კითხვას. თვით საუდელებიაც კი, რას უნდა ქვეყანა? ირანი მტერი არის თუ მეგობარი? რადგან უკვე საუდის არაბეთს აქვს შეთანხმება ირანთან და ეს შეთანხმება საუდელებმა არ გააუქმეს. თვით ირანელებიც კი მათ თავს ესხმიან. სხვა საკითხებში ისინი მაინც საუბრობენ ირანის ხელმძღვანელობასთან, მაგალითად მთავრობასთან და მთავრობის სხვა ნაწილებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ან პრემიერ-მინისტრთან. და მაინც არსებობს კომუნიკაცია, თუნდაც საუდელების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს. და ამიტომ ხალხი ამას ვერ იგებს. ზოგიერთი საუდელი წარმომადგენელი ან ლიდერი მათ თქვეს, რომ ჩვენ გვინდა რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება ან დამყარება, ახალი ომი არ ბჭირდება. ეს ომი ჩვენი ომი არ არის. ეს არის საუდის, ამერიკისა და ისრაელის ომი. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ ომში, მაგრამ საბოლოოდ ეს ომი ჩვენს წინააღმდეგაა და არა ისრაელის წინააღმდეგ. და თუნდაც ირანი, ისინი არა. თუნდაც ისრაელი, ისინი არ წყვეტენ თავიანთ საქმიანობას ღაზაში ან სამხრეთ ლიბანში, მაგრამ ირანელები კონცენტრირდებიან საუდის არაბეთზე, ქუვეითსა და ბაჰრეინზე. და ისინი აძლევენ ისრაელს უფლებას გააკეთონ რაც უნდათ სამხრეთ ლიბანში. და ეს არის უცნაური კითხვები და უცნაური რამ, რადგან ჩვენ სულ მცირე გვჭირდება მყარი პოზიცია ირანელების წინააღმდეგ და მათი შეჩერება. არ შეუტიონ საუდელებს და ჰუთებსაც კი. ჰუთებმა ეხლა დაიწყეს დიდი მასშტაბური აქტივობები, ოპერაციები იემენში, იემენის მთავრობის წინააღმდეგ. და ეს ნიშნავს, რომ ისინი ხვდებიან ძალთა ბალანსში ცვლილება. და ისინი ფიქრობენ, რომ ეხლა სწორია დრო და ოქროს შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ იმით, რასაც ისინი საუდელების სისუსტეს უწოდებენ. ეხლა თქვენ ისაუბრეთ ძალთა ბალანსზე. ერთ-ერთი, ან ეს ბოლო ნაბიჯი, რომელიც პარასკევს ვიხილეთ, მექას შეთანხმება საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის და პაკისტანს შორის. შეთანხმება ამბობს, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა სამივე ქვეყანაზე თავდასხმა ჩაითვლება. ასე რომ, ეს ირანისთვის გაგზავნილი გზავნილია. მე ვფიქრობ, რომ პაკისტანსა და თურქეთში ამბობენ, რომ ეს შეთანხმება არც ერთი ქვეყნის, მათ შორის ირანის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
და ჩვენ ზუსტად ვიცით როგორი ურთიერთობაა პაკისტანის სამხედროებსა და რევოლუციას შორის. ირანში რევოლუციურ გვარდიასა და პაკისტანის სამხედროებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ყოველთვის პაკისტანი ისინი შუამავლები არიან, ირანის მტერი არ არიან. ირანმა კი საუდის არაბეთზე და სხვა ქვეყნებზე თავდასხმაც კი დანახორციელა. თურქეთს ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეკონომიკურადაც სარგებელს იღებს. ეხლა ამ პერიოდში დევი ნავთობის ოპერაცია მიმდინარეობს ირანიდან პაკისტანში კონტრაბანდით გადაჰყავთ სამხედროებისა და სასაზღვრო პოლიციის თვალწინ და არავინ ეხება მათ. თურქეთთანაც კი ბევრი კონტრაბანდაა და ბევრი ოპერაცია ორგანიზებულია რევოლუციური გვარდიის მიერ თურქეთისა და პაკისტანის სხვა ჯგუფებთან ერთად. არსებობს დიდი და ძლიერი კავშირი. ისინი ფიქრობენ მომავალზე, ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. თუ ირანს კარგი შეთანხმება ექნება შეერთებულ შტატებთან, მათ არ სურთ ირანის დაკარგვა. ირანი დიდი ბაზარია მომავალში. რას მოიგებს საუდის არაბეთი ამ შეთანხმებით? არავინ იცის, არაფერია. ფერია, მომისმინე, რაღაც უნდა გითხრა. რამდენჯერ დაემუქნენ თურქეთი და ერდოღანი ისრაელს ღაზაში მომხდარის გამო. და მან იფიქრა და სირიაშიც და არაფერი მომხდარა. ეს უბრალოდ სიტყვებია. უბრალოდ სიტყვები, რომლებიც მოდიან და მიდიან და არავის აინტერესებს ეს. ეს უბრალოდ სარგებელია ამ ყველაფრიდან. ზუსტად ვიცით როგორ სარგებლობენ პაკისტანელები ისინი სარგებლობენ საუდის არაბეთთან გარიგებებით, თურქები ისინი ექსპორტირებდნენ ბევრ სამხედრო აღჭურვილობას ამ შეთანხმებამდე და ამ შეთანხმების შემდეგაც. და მისი მნიშვნელობა უბრალოდ ისაა, როგორც მე ვხედავ, ეს უბრალოდ ქაღალდია, ასე ვთქვათ. ეს ამ ორი ქვეყნისთვის ბიზნესისა და ეკონომიკური გარიგებაა. მაგრამ აბდულაზიზ ბოდიში რომ გაწყვეტინებთ. მაგრამ საუდის არაბეთი აქ გულუბრყვილოა, რადგან მათ უკვე ჰქონდათ ან აქვთ სტრატეგიული უსაფრთხოების შეთანხმება პაკისტანთან გასული წლიდან. და ეს ირანს არ შეუჩერებია. ჰუთები, ირანის მხარდაჭერილი მილიციები ერაყში არა მხოლოდ მნიშვნელოვნად უტევდნენ საუდის არაბეთს, არამედ აგრძელებდნენ თავდასხმებს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც. ასე რომ აშკარაა, რომ შეკავება არ არის ის, რასაც ისინი ამით მიიღებენ. რეალისტურად რო ვთქვათ, რას ფიქრობენ, რას მიიღებენ ამით? არაფერს საუდელები, მათ არაფერს მიიღებენ ამით. მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას. და ამასაც ამ შეთანხმების გარეშე მიიღებენ. მექაში შეთანხმების დღეს ჰუთებმა ჯაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მიიტანეს იერიში. ამას ვერავინ შეაჩერებს. ირანმა თქვა, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამას ჰუთები აკეთებენ, თქვენ უნდა მოაგვაროთ თქვენი პრობლემა ჰუთებთან. როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა ჰუთებთან? მთელი იემენი ჰუთებისთვის უნდა დატოვოთ. და ეს არის ის, რაც მოხდება, იგივე პრობლემა, რაც მაშინ, როცა ჰეზბოლა დატოვეს ლიბანის სამხრეთში. როცა შედეგს ვხედავთ, ვინ შეაჩერებს ჰუთებს მომავალში, რომ არ შეუტიონ საუდის და სამხრეთის საზღვრებს. და მათ ბევრი ოცნება აქვთ, რომ სამხრეთ საუდის არაბეთი იემენს დაუბრუნა. ვიცით, ეს დიდი პრობლემაა, როგორ უნდა მოგვარდეს ირანთან ურთიერთობა. თუ ირანთან გინდა საქმე კონდეს, უნდა კონდეს საქმე ყველა სუნიტთან, ჰუთებთანაც და ერაყში, ლიბანში და ირანთანაც. და ვინ ენდობა ირანს, ან იმას, რასაც ირანი ამბობს, რომ კარგი ერთად მშვიდობა გვექნება, ან ვინ ენდობა თურქებს ან პაკისტანელებს. ისინი მიიტანენ მშვიდობას, ან მიიტანენ თავდაცვის ფარს საუდის არაბეთისთვის. ფიქრობ, მას არ ესმის ჩვენი პოლიტიკა რეგიონში. ეს უბრალოდ ჩარჩო შეთანხმებაა. ბევრი შეთანხმებაა, ბევრი მოკავშირეობრივი შეთანხმებაა რეგიონში. მაგრამ არაფერი ხდება, რადგან ყველა საკუთარ ინტერესებს უყურებს. ისინი შენზე არ იფიქრებენ. ისინი ისარგებლებენ შენი ეკონომიკით, მიიღებენ იმას, რაც უნდათ და მარტო დაგტოვებენ. და ნახეთ, როგორ პაკისტანელებმა, როგორც ჩვენ თქვი, ომის დასაწყისში მათ საუდის არაბეთი დატოვეს. ასე რომ ეს ძირითადად ასე რომ ეს არის ისინი შუამავლები არიან და ეს ძალიან უცნაურია. თუ შენ გაქვს შეთანხმება ირანთან და ირანი თავს დაგესხა, შენ და პაკისტანი მიდიხართ, რომ შუამავლობა გაუწიოთ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის.
და ისინი ამას არ გააკეთებენ. და ჩვენ ზუსტად ვიცით, პაკისტანი ბევრი გენერალი და პაკისტანის არმიაში შიიტები არიან და ისინი ირანის ელთგულნი არიან. კი, ეგრეთ წოდებულ ალიანსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება, მაგრამ შენ ადრე ისრაელი ახსენე. მე მესმის რას ამბობ, რომ ეს შეთანხმება ძირითადად ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამას ისრაელისთვის გზავნილადაც მიიჩნევ, იმიტომ რომ მართლა ჩვენ ხედავთ, რომ 7 ოქტომბრიდან ომი დაიწყო. თურქეთი ყოველ ნაბიჯზე ცდილობს, რომ სრულიად საპირისპირო პოზიცია დაიკავოს ისრაელისგან. და როგორ ფიქრობთ, ეს შეთანხმებაც ხომ არ არის გზავნილი იერუსალიმისთვის? ყველა ქვეყანა რეგიონში, განსაკუთრებით ისინი, ვინც საკუთარ თავს რეგიონულზე სახელმწიფოებად მიიჩნევენ, როგორიცაა თურქეთი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ყველა მათგანი ღაზაში მომხდარის შემდეგ ისინი ფიქრობენ, რომ ისრაელი გააფართოებს თავის ძალაუფლებას რეგიონში და გახდება ნომერ პირველი ზესახელმწიფო, რაც მათ სტრატეგიულ საფრთხეს უქმნის. და სწორედ ეს მოხდა, მათ ეს ესმით. ჩემი აზრით ისინი ყველაფერს არასწორად იგებენ, როცა ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ეს ირანელების გზავნილია საუდელებისთვის, რომ არ წავიდნენ შორს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში და ირანელებთანაც. მათ ეს გააკეთეს, მათ გაიმარჯვეს, მათ შეაჩერეს ნორმალიზაცია და შეიცვალნენ. და პირდაპირ შეიცვალა საუდის პოზიცია მშვიდობისკენ სვლისგან. ისრაელის წინააღმდეგ წასვლა და ღაზას ერთ-ერთ მიზეზად მიჩნევა. და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრი სცადა მშვიდობის დასამხარებლად და საუდელები მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად, ტრამპმა მან ეს ჯერ ვერ შეძლო, რადგან საუდელები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან. ოროტება რეგიონში ირანია და თუ არსებობს საფრთხე, ის ირანიდან მოდის. და ვინც საუდის არაბეთში რეჟიმის შეცვლას ცდილობს, ირანელები არიან. რადგან ისინი შიიტების სახელით იბრძვიან, რასაც თქვენ უკიდურეს შიიტებს უწოდებთ. და როცა მათ სურთ რეგიონში ექსტრემიზმის დამარცხება, მათ უნდა დაამყარონ მშვიდობა ისრაელთან. მოაგვარონ პალესტინის პრობლემა და მიაღწიონ შეთანხმებას მათსა და ისრაელს შორის და დაამარცხონ ირანის პროექტი. ან გეგმავენ, რომ საუდელები და არაბები არ ჩაერთონ მშვიდობის პროცესში ისრაელთან. და კიდევ ერთი რამ არის, როცა დაიწყო ომი ისრაელს და შეერთებულ შტატებს შორის, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გაანადგურეს ბირთვული პროგრამა ირანში. და ეს კარგია რეგიონისთვის, ეს მხოლოდ ისრაელისთვის ან ამერიკისთვის არ არის კარგი. ხო, გასაგებია. ეს კარგია რეგიონისთვის, ეს კარგია რეგიონის მშვიდობისთვის, ის მშვიდობისთვის იფიქრეთ ამაზე თუ ირანს ბირთვული ბომბი ექნება ამ სამყაროში. იფიქრეთ ამაზე, რა, როგორი იქნება რეგიონის მდგომარეობა. და როგორ შეგვიძლია ირანთან ურთიერთობა. კიდევ ერთი საკითხია, რომ გვაქვს საერთო ინტერესები რეგიონში მშვიდობისთვის. ეკონომიკური სხვა საკითხები, ბევრი რამ. და ისინი ამას სწორად არ აგვარებენ. ჩემი აზრით, მათ უნდა დაუპირისპირდნენ ექსტრემიზმს. და პირველი ნაბიჯი ირანის წინააღმდეგ არის, რომ არ ითანამშრომლონ ირანთან. ან არ მისცენ ირანს უფლება იგრძნოს, რომ ყველგან იმარჯვებს. და უმედო. ეხლა აბდულა, თქვენ გასულ თვეში ბირთვულ საკითხზე ისაუბრეთ. როგორც ჩანს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე გარღვევა მოხდა საუდელებისთვის. ეს ამ დრომდე, როგორც ჩანს, ის დაკავშირებული იყო ისრაელთან ნორმალიზაციასთან, მაგრამ განცხადებაში ასე არ ჩანდა. ჩანდა, რომ ეს კავშირი გაწყვეტილი იყო, მაგრამ შემდეგ, განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არა. სამოქალაქო ბირთვული პროგრამის წინაპირობა საუდის არაბეთისთვის არის ისრაელთან ნორმალიზაცია. იყო თუ არა საუდის არაბეთი გაკვირვებული ამ ბოლო წუთს პოზიციის ცვლილებით, თუ ეს საერთოდ არ იყო პოზიციის ცვლილება, უბრალოდ გამოტოვებული იყო პირველ ნაწილში. და პირველი რამ, როცა დაიწყეს საუდის ბირთვულ პროგრამაზე საუბარი ამერიკასთან, ამერიკული მხარის ინიციატივაში ურთიერთობების ნორმალიზაციაც შედიოდა. ეს ახალი არ არის, მაგრამ თავიდანვე ან პირველი ნაბიჯიდან
და როცა ისინი მოდიან და ამბობენ, არა, ჩვენ გვექნება პროგრამა შეზღუდვების გარეშე, პირობების გარეშე, ყოველგვარი გარეშე, ეს არ არის სიმართლე, ამერიკელები ამაზე ყველგან ლაპარაკობენ და თუნდაც თქვენ თუ ჩვენ კონგრესში წავალთ და პროგრამას ვნახავთ, გეგმას და რას წარადგენს ბატონი ტრამპი კონგრესში, გავიგებთ. და ჩვენ გვექნება სრული სურათი იმისა, რაც ხდება. მაგრამ ამ დრომდე ყველა ლაპარაკობს თავისი ხალხის დასაკმაყოფილებლად. თქვენ გააერთიანეთ ტრამპი, ის ვაშინგტონში ამაზე ლაპარაკობს ამერიკელების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ მათთან არ ვიმუშავებთ სამშვიდობო შეთანხმების გარეშე და საუდის არაბეთში საუდის თავრობა თავის ხალხს ელაპარაკება. ჩვენ მივიღეთ ეს გვაქვს პროგრამა ისე რომ არაფერს ვაძლევთ, არაფერი არ არის უფასო, ვფიქრობ. არაფერი არ არის უფასო. ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთი ხურის ქვეყნებინები ესეთია. ისინი იმედგაცრუებულები არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპით ომის გამო, ომში მისი ქცევის გამო. ისინი არეულ და წინააღმდეგობრივ გზავნილებს აგზავნიდნენ. ჩვენ ყველაფერს ვერ ვიგებთ ამ შემთხვევაში, საუდის არაბეთის შემთხვევაში. მან ისრაელთან შეთანხმებაზე, სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრა. ხორმუსში. მან თქვა, ყოველდღე ვაკონტროლებთ ხორმუსს. და ირანელებმა თქვეს, ჩვენ ვაკონტროლებთ ხორმუსს და ჩვენ ვერ პოულობთ გამოსავალს, ჯერჯერობით. ხორმუზის თავდასხმებთან დაკავშირებით ბევრი ბრძოლაა და ხორმუზი არ არის შეერთებული შტატების ან ირანის მთავრობის კონტროლის ქვეშ. მას სურს მათთან ბრძოლა, სურს მათზე დარტყმა. და მეორე დღეს მან თქვა ეკონომიკურად მოუკლავ. და მათ ეკონომიკას დავიპყრობ და ზიანს მივაკენებ. და ჩვენ ტრამპიც არ გვესმის ამ რეგიონში, განსაკუთრებით ამ ომში და ვფიქრობ ის ყოველდღე კარგავს თავის პოზიციას. მას სჭირდება მყარი სტრატეგია. და ვფიქრობ, პრობლემა მის სტრატეგიაში მისივე მრჩევლებისგან მოდის. მათ უნდა მისცემას რჩევა. გაიგე? კონდეს სტრატეგია და მიხლევი ამ სტრატეგიას თუ გინდა გაანადგურო ეს ექსტრემისტები და ექსტრემიზმი რეგიონში, განსაკუთრებით ერაყში. კარგი, თქვენ ძალიან არასახარბიელო სურათს ხატავთ. შემიძლია ვთქვა, რომ საუდის არაბეთს არ აქვს სტრატეგია, ან თანმიმდევრული სტრატეგია და ასე შიშუს აქვს სტრატეგია, რომელიც რეგიონს აღიზიანებს. ვფიქრობ, ამ რადიკალიზებულ რეჟიმთან ერთად წინსვლა ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ ეხლა გადაცემის ბოლო ნაწილზე უნდა გადავიდეთ. ეს სწრაფი კითხვების სეგმენტია. დაჩვენებთ სამ სურათს და მითხარით, რა პირველი მოგდით თავში. პირველი სურათი პირდაპირ აგრძელებს იქიდან, სადაც საუბარი შევწყვიტეთ. ეს არის აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვფიქრობ, არ არსებობს სასჯელი, არანაირი რეალური ძალაუფლება რეგიონში. ძალაუფლება დაკნინებულია. საინტერესოა. კარგი, მეორე სურათი. ეს არის სპარსეთის კურის თანამშრომლობის საბჭო, GCC-ის შეხვედრა ივნისში, სადაც მასპინძლობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მანამაში. მაშინაც კი ესეთი სტრატეგიის გარეშე მხოლოდ სიტყვები. და არ არსებობს გეგმა, არ არსებობს ერთიანი ნება, არ არსებობს ერთიანი ფრონტი მტრების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვინც თავს ესხმის. ყოველ ქვეყანას თავისი სტრატეგია აქვს და ისინი საუბრობენ ერთ სპარსეთის ყურის სტრატეგიაზე, მაგრამ ეს ერთნაირი არ ჩანს. დიახ თუ არა, არის თუ არა GCC დღესაც აქტუალური? ის არაბთა ლიგას დაემსგავსა. არაფერი, მხოლოდ შეხვედრები და სიტყვები. კარგი და დრის ბოლო სურათი. ეს არის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად. ფული. მხოლოდ ფული. ნამდვილი თანამშრომლობა არ არსებობს. ნამდვილი მეგობრები არ არსებობს. ჩვენი ძმები არიან მხოლოდ ისინი, ვინც მეც გადაგვიხდის. როგორ ეხმარება ეს საუდის არაბეთს წინსვლაში ამ არასტაბილურ რეგიონში, სადაც პირდაპირ სრუტის გაღმა ყველაზე საშიში ქვეყანა რეგიონში? საუდის არაბეთმა უნდა დაუბრუნდეს სპარსეთის ყურის სამშრომლობის საბჭოს ქვეყნებს. შექმნას კარგი და ძლიერი სტრატეგია ირანის წინააღმდეგ, გააერთიანოს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები თავის მხარეს
სოფლიოს სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მიღებით შენოს ძალიან ძლიერი თავდაცვის ფარი. გაერთიანებული არაბეთის ემირატები და სხვა ქვეყნები. და კიდევ ერთი რამ, მათ უნდა პოლიტიკაში ოცნებებს თავი უნდა დაანებონ და უნდა გაიგონ, რომ არავინ დაეხმარებათ. მათ თავად უნდა დაეხმარონ საკუთარ თავს. კარგი, აბდულაზიზ, ეს ძალიან დამაფიქრებელი საუბარი იყო. აქ უნდა დავასრულოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხიხადო, რომ ამ საღამოს შემომიერთდი და გაგვიზიარე შენი ძალიან საინტერესო შეხედულებები. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში On the Record. დღევანდელი ეპიზოდი და ყველა წინა გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. მადლობა ყურებისთვის.